გამარჯობა ყველას, როგორ ხართ? დღეს გაჩვენებთ საუკეთესო მეთოდს, რომელსაც ვიცნობ, რომლითაც შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერი მცენარის კალმის დაფესვიანება, რაც კი სახლში ან ბაღში გაქვთ. და როცა ვამბობ ნებისმიერი, გულისხმობ ნამდვილად ნებისმიერ მცენარეს. ეს არის მეთოდი, რომელზეც თითქმის არავინ საუბრობს, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკურია. და რაც მთავარია, არ დაგჭირდებათ არანაირი სპეციალური დაფესვიანებელი, არც ოსპის წყალი და არც რაიმე უცნაური ნაზავი. რაც უნდა გავაკეთოთ, არის იდეალური პირობების შექმნა იმისთვის, რომ კალმებმა თვითონ გაიკეთონ ფესვები. თუ შემდეგში გინდათ დაფესვიანებელი გამოიყენოთ, მშვენიერია, ეს პროცესს დააჩქარებს. მაგრამ ეს მეთოდი მუშაობს მხოლოდ წყლით და გამოგადგებათ როზმარინისთვის, ლავანდისთვის, ჟასმინისთვის, პიტნისთვის, სალვიისთვის, პოტოსთვის, ვარდებისთვის, ლეღვისთვის, პომიდურისთვის, ლიმონისთვის, ფორთოხლისთვის, სია თითქმის უსასრულოა. დღეს გამოვიყენებ დიდ წყლის ბოთლს, დაახლოებით 5 ან 6 ლიტრისას, ისეთებს, როგორიც სუპერმარკეტში იყიდება. ზოგიერთ ადგილას აქ ამას გრაფას ეძახიან, ან უბრალოდ დიდ ბოთლს ან წყლის ბოთლს. მთავარია, რომ იყოს გამჭვირვალე და ადვილად დასაჭრელი. ბევრი ადამიანი მთხოვდა უფრო მარტივ მეთოდს, ვიდრე ის გამრავლების სისტემა, რომელიც სხვა ვიდეოში ვაჩვენე. ამიტომ დღეს გთავაზობთ ამ უფრო პატარა და მოსახერხებელ ვერსიას, რომელიც იდეალურია სახლში გასაკეთებლად მასალებით, რაც ყველას ხელთ გვაქვს. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ბოთლის ქვედა ნაწილში პატარა წყლის რეზერვუარის შექმნა, დაახლოებით 6 სანტიმეტრის სიმაღლის. ნიშნულოვანია, რომ ძირში არ გავუკეთოთ ხვრელები, რადგან ეს იქნება ჩვენი წყლის მარაგი. ამ რეზერვუარის ზემოთ დავტოვებთ კიდევ 6-დან 8 სანტიმეტრამდე სივრცე სუბსტრატისთვის. გვერდზე, ზუსტად იმ 6 სანტიმეტრის სიმაღლეზე, გავუკეთებთ პატარა ხვრელს. ეს პატარა ხვრელი საჭირო იქნება, რომ ზედმეტი წყალი გამოვიდეს და ასევე ჰაერი ცირკულირებდეს. არ გვინდა, რომ წყალი ზემოთ ავიდეს, რადგან ეს შეიძლება ღეროები დაგვილპოს. ახლა ვჭრით ბოთლის ზედა ნაწილს, მაგრამ ბოლომდე არ ვაცალკევებთ. გვინდა, რომ დარჩეს როგორც სახურავი, რომელიც ერთ მხარეს არის მიმაგრებული, თითქოს ანჯამაზე, რომ მარტივად გავხსნათ და დავხუროთ. თუ გაჭრის ხაზს წინასწარ მარკერით მონიშნავთ, უფრო სუფთად გამოვა. ხრახნიანი თავსახურს არ გამოვიყელებთ. გვინდა, რომ შიგნით ჰაერი კარგად ცირკულირებდეს. სუბსტრატისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მდინარის ქვიშა, რომელიც ყველაზე რეკომენდებულია, რადგან კარგად ატარებს წყალს და მარილები არ აქვს. თუ მხოლოდ ზღვის ქვიშა გაქვთ, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ, მაგრამ კარგად გარეცხეთ რამდენჯერმე, რომ მარილი მოაშოროთ. ასევე შეგიძლიათ გამოიხეროთ პერლიტი, ვერმიკულიტი ან ნაზავი კალმებისთვის. ამ ვარიანტებიდან ნებისმიერი შესანიშნავად მუშაობს. როცა ქვიშა შიგნით იქნება, გვერდით პატარა ხვრელს ბამბის ნაჭრით დავხურავთ, უბრალოდ იმისთვის, რომ ქვიშა არ დაიქცეს. ახლა ვდებ ბამბას და იმავე ქვიშის დახმარებით ვაწყობთ მის იდეალურ პოზიციაზე. შემდეგ ვამთავრებ დარჩენილი ქვიშის ჩაყრას მანამ, სანამ იმ ნიშნულამდე მივალთ, რაც ადრე დავნიშნეთ. ბამბა საშუალებას აძლევს წყალსა და ჰაერს ცირკულირებდეს, მაგრამ ხელს უშლის სუბსტრატის გადმოსვლას. შემდეგ ვავსებთ ფსკერს წყლით, მანამ სანამ გვერდითა პატარა ხვრელიდან არ დაიწყებს გამოსვლას. ამ დროს უკვე ვიცით, რომ წყლის დონე ზუსტად იქაა, სადაც გვინდა. დარწმუნდით, რომ პატარა ხვრელი არ დაიხშობა, რადგან თუ დაიხშობა, შიგნით ზედმეტად აივსება და ნერგები შეიძლება დაალპეს. ახლა გადავიდეთ ნერგებზე. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ როზმარინს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მადლიერი მცენარეა დასაწყებად. ნერგის იდეალური ზომა იქნება დაახლოებით 10-დან 15 სანტიმეტრამდე სიგრძეში. არ არის აუცილებელი, რომ ფანქარივი სქელი იყოს. საკმარისია იყოს ჯამთელი, ნახევრად ხისებრი ტოტი, არც ძალიან მწვანე და არც ძალიან მაგარი. ქვედა ნაწილიდან ფოთლებს ვაცლით და მხოლოდ ზედა ფოთლებს სტოვებთ. თუ გინდათ, შეგიძლიათ ნაჭრის ძირზე ცოტაოდენი ალოე ვერას ბუნებრივი გელი წაუსვათ, რადგან ის ხელს უწყობს შეხორცებას და ინფექციებსაც უშლის ხელს, მაგრამ ეს სავალდებულო არ არის. შემდეგ ნერგს ქვიშაში ვრგავთ ისე, რომ ბოთლის ფსკერამდე არ ჩავიდეს. გახსოვდეთ, რომ ბოლო 6 სანტიმეტრში წყალია, ამიტომ ნერგი ზუსტად უნდა დარჩეს ხვრელის დონეზე, იმ ადგილას, სადაც ქვიშა ტენიანია, მაგრამ არ არის წყლით გაჟვენთილი. ეს სისტემა კაპილარობით წყალობით მუშაობს. ფსკერზე არსებული წყალი ნელ-ნელა ადის ქვიშაში, ინარჩუნებს მუდმივ და იდეალურ ტენიანობას, რათა ნერგებმა ფესვების გამოყვანა დაიწყონ ლპობის გარეშე. არსებობს ორი მნიშვნელოვანი წერტილი, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეთ. პირველ რიგში, არასდროს არ მისცეთ ფსკერზე წყალს გაშრობა.
დრო და დრო შეამოწმეთ და საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ. და მეორე, არ გამოიყენოთ ორგანული ფესვგამოყვანის საშუალებები, როგორიცაა ოსპის ან ბრინჯის წყალი ან მსგავსი რამ, რადგან დრენაჟის არარსებობის გამო მალე სოკოებით აივსება. თუ გინდათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თხევადი ფესგამოყვანის საშუალება, მაგრამ არასდროს ორგანული, რათა მომავალში პრობლემები აიცილოთ. ასევე ბოთლი განათებულ ადგილას უნდა დადგათ, მაგრამ დღის ცენტრალურ საათებში პირდაპირ მზის გარეშე. დილით ან საღამოს შეიძლება ცოტა მზე მოხდეს, მაგრამ შუადღეს უმჯობესია თავიდან აიცილოთ, რადგან შიგნით ძალიან ცხელდება და შეიძლება პირდაპირ სიტყვასიტყვით მოხარშოთ კალმები. თუ ძალიან ცხელ რეგიონში ცხოვრობთ, უმჯობესია თავსახური ღია დატოვოთ, როგორც ჩვეულებრივი ქოთანი. თუ კლიმატი ზომიერია ან გრილი, შეგიძლიათ დახურული დატოვოთ, რომ ტენიანობა უკეთ შეინარჩუნოთ. შეგიძლიათ პატარა ქვა დაადოთ თავსახურს, რომ ბოლომდე არ დაიხუროს. ამ სისტემის საიდუმლო სწორედ სწორი ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნებაშია. ჭირდება გარემო, სადაც ტენიანობა იქნება 80-დან 90%-მდე და ზომიერი ტემპერატურა, დაახლოებით 20 გრადუს ცელსიუსზე, ანუ დაახლოებით 78 ფარენჰაიტი. ზუსტი მაჩვენებლები ან თერმომეტრი აუცილებელი არ არის. საკმარისია ბოთლი განათებულ, ზომიერად თბილ და ქარისგან დაცულ ადგილას დადგათ. მთავარია, რომ ქვიშა არასდროს გამოშრეს ბოლომდე და ნერგი სტაბილურ გარემოში იყოს. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის. მოთმინება. ამოიღეთ ნერგებს ყოველ რამდენიმე დღეში, რომ ნახოთ ფესვები გაუჩნდა თუ არა. თუ ასე მოიქცევით, ახალ ფესვებს დააზიანებთ და ნერგი დაზარალდება. დატოვეთ ისინი მშვიდად მინიმუმ 1 თვით, ან თუნდაც 2-3 თვე თუ ცივა. სანამ ხედავთ, რომ ზედა ფოთლები მიწვანეა, ყველაფერი კარგადაა. როცა საბოლოოდ ფესვებს გაიკეთებენ, შეგიძლიათ მშვიდად გადარგოთ მიწაში. სხვათა შორის დასრულებამდე მინდა გირჩიოთ რაღაც, რასაც ყოველთვის ვიყენებთ ახსე და შესანიშნავ შედეგს იძლევა. ბუნებრივი ანტიფუნგური საშუალება, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია და იდეალურია ნერგებში სოკოს გაჩენის თავიდან ასაცილებლად. საჭირო იქნება მხოლოდ 1 ლიტრი წყალი და ცოტა დაფქული დარიჩინი. პროცესი ძალიან მარტივია. დარიჩინს ვამატებთ 1 ლიტრ წყალში და კარგად ვურევთ, სანამ მთლიანად არ გაიხსნება და არ დარჩება გუნდები. შემდეგ ნარევს ვაცურებთ სუფთა ტილოზე ან წვრილ ფილტრზე, რომ მოვაშოროთ ნებისმიერი დარჩენილი ფხვნილი, რაც შეიძლება სპრეის დაახშოს და მზადაა, უკვე გვაქვს ჩვენი ბუნებრივი ანტიფუნგური საშუალება. სპრეის საშუალებით ვასხამთ ნაზავს პირდაპირ კალმებზე ყოველ 3-დან 5 დღემდე, რათა დავიცვათ ისინი სოკოსა და ბაქტერიებისგან. ეს პატარა ნაბიჯი ძალიან ეხმარება კალმების ჯამთელად შენარჩუნებას, ხელს უშლის ობის გაჩენას და მნიშვნელოვნად ზრდის დაფესვიანების პროცენტს. და უკვე მზადაა. უბრალოდ წყლის ბოთლით და ცოტა ქვიშით შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ პატარა კალმების ფესგამოყვანის მოწყობილობა, ერთგვარი თვითმორწყავი ქოთანი კალმებისთვის. ამ სისტემით შეგიძლიათ გაამრავლოთ როზმარინი, ლავანდა, სალვია, ჟასმინი, პიტნა, ვარდები, ლეღვი, პომიდორი, ციტრუსები. ფაქტობრივად რაც გინდათ, იმას გაამრავლებთ. ეს არის მარტივი, იაფი და ძალიან ეფექტური მეთოდი. გარდა ამისა, რადგან პატარაა, მარტივად შეგიძლიათ გადაადგილოთ და ტენიანობაც უპრობლემოდ აკონტროლოთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში მომწერეთ, რომელი მცენარის ცდას აპირებთ პირველად. განსაკუთრებული მოკითხვა ლათინური ამერიკის ყველა მაყურებელს, რომლებიც ძალიან აქტიურად გვიყურებენ და რა თქმა უნდა ყველა ქართველს და მთელ მსოფლიოს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და გისურვებთ ძალიან კარგ ნერგებს.